მე მაგალითად ახლა წერ მუშაობ რაღაცაზე, მაგრამ ძალიან მიჭერს, იმიტომ რომ ეს რეალობა იმდენად მძაფრია და იმდენად წვავეა, რომ ძალიან რთულია ჩემთვის იმაზე გადართვა. სამწუხაროდ არ მჯერა, რომ ხელოვნებას პრევენციული ფუნქცია აქვს. ეს რომ ასე იყოს, უამრავი გადასარევი ხელოვნების ნიმუშია, წიგნიდან დაწყებული, მუსიკით დამთავრებული და მაშინ საერთოდ ომი აღარ უნდა ხდებოდეს და აღარ უნდა არსებობდეს. მოწმეები ვხდებით ძალიან დიდი ჯაფით, შრომით, ოფლით და სისხლით მიღწეული აი დემოკრატიული გზის, რომელსაც ასე თუ ისე მეტნაკლებად ვადექით, ყოველ შემთხვევაში როგორც საზოგადოება თან ხვდებოდით, რომ გეზი ჩვენი ევროპულია და იქით გვინდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობდა და იყო და სოციალურიდან დაწყებული ბევრ სხვა დარგში და სფეროში, მაგრამ თვითონ ეს შეთანხმება, ეს ფასეულობა რაღაცნაირად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლო წლების მანძილზე ეს გამოკვეთილად საზოგადოებას ეს გსურდა და ჩვენ მოწმეები ვხდებით, როგორ თავზე გვენგრევა ეს რაღაცნაირად ძალიან დიდი შრომის და მართლმწვალების ფასად შეკოწიწებული ყველანაირი დემოკრატიული სტრუქტურა, სწრაფვა, მიზანი და ასე შემდეგ და მე არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია ამის წინააღმდეგ პროტესტი არ გაგიჩნდეს, როდესაც ამ საზოგადოების წევრი ხარ და მით უმეტეს და ზუსტათაც იმ ისტორიული გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ანუ გამოვლილი გვაქვს ის რისი ნიშნებიც ახლა ჩნდება, რასაც მართველი პარტია, რომელიც ამას არ აღიარებს, მაგრამ საითაც ის მიგვაქანებს და რასაც ლამობს. და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ბუნებრივზე ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ეს დღეს არ დამდგარიყო დღის წესრიგში და ესეთი სიმწვავით და ესეთი ტემპებით არ განვითარებულიყო და ჩვენ ისევ არ გვიწევდეს ამხელა პროტესტის და ამხელა ენერგიის ამაში ჩადება, მაგრამ სხვაგვარად სამწუხაროდ არ გამოდის. არ არის ალტერნატივა. ალტერნატივაა შეგუება და რას ვეგუებით? მაშინ ჩვენ ყველამ ხელი უნდა მოვაწეროთ იმაზე, რომ ჩვენ გვაბრუნებენ წარსულში, ჩვენ გვართმევენ დემოკრატიულ გზას. ჩვენ ხვდებით ერთგვარი, არც ვიცი რა დავარქვა, ვასალი, დამორჩილებული მონა, რაღაც სატელიტური ქვეყანა. იმიტომ რომ საქართველო დამოუკიდებლად ესე ვერ იარსებებს დღევანდელ გლობალურ მოცემულობაში და გასაგებია, ვისაც უნდა დავექვემდებაროთ, ისევ ჩვენ ჩრდილო მეზობელს და იქ რაც ხდება და როგორც ხდება, ძალიან კარგად ვიცით და ყველა მიცის და ნათელია და გასაგებია. და ამიტომ კი მე მესმის, რომ ხანდახან არის მეც მაქვს ესეთი დღეები, როდესაც ვფიქრობ, რომ აი რა აზრი აქვს და რაღაცნაირი ნიჰილიზმი მიპყრობს, მაგრამ მაშინვე რაღაცნაირად მოუწოდებ ჩემ თავს, რომ ან ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის პარალიზება და შეგუება და შეგუება და პარალიზება ბევრად უარესია, ვიდრე ის ჯანი და ღონე, რაც ეხლა უნდა ვთქვათ ჩადოს თითოეულმა მოქალაქემ აი ამ პროტესტში. თუმცა სამწუხაროდ ესეც უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საზოგადოება გახლეჩილია, ფაქტია, რომ ჯერ ყველასთვის არ დგას ეს საკითხი ასე მწვავედ, რაღაცა ნაწილი თulis, რომ ეს მას არ ეხება, ან ეს მიმართულება არ არის სალსახად თქვათ რუსული ან წარსულში არ გვაბრუნებენ და ეხლა ძალიან ბევრს ვფიქრობ ეს ბოლო პერიოდი იმაზე თუ რა უნდა მოხდეს ან რა სჭირდება საზოგადოების იმ ნაწილს რომ გამოფხიზლდეს და მიხვდეს რომ ეს ყველას ეხება და ყველას შეეხება. ხელოვანის პირველ რიგში მოქალაქეა დავიწყოთ აქედან ამ ეტაპზე მე არ მჯერა რომ ხელოვნებას სამწუხაროდ არ მჯერა რომ ხელოვნებას პრევენციული ფუნქცია აქვს. ეს რომ ასე იყოს უამრავი გადასარევი ხელოვნების ნიმუშია, წიგნიდან დაწყებული, მუსიკით დამთავრებული და მაშინ საერთოდ ომი აღარ უნდა ხდებოდეს და აღარ უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ ესე არ არის, მაგრამ ხელოვნებას რა თქმა უნდა შეუძლია ემპათიის გაჩენა, შეუძლია ხიდების გაბმა, შეუძლია ადამიანისთვის რაღაცაზე თვალის ახლა თუ არა ის
ფიქროს, ეს ფუნქციაც აკისრია ნამდვილად, თუმცა ეხლა აი ამ ასეთ მწვავე ეტაპზე და ასეთ ეპიცენტრში ვართ ეგრე გამოდის, ანუ ამ კარბოლბალას რაღაცა თვალში, აქედან ძალიან რთულია ეხლა თქვათ რაღაცა ხელოვნების ენაზე საუბარი და ხელოვნების რაღაცა ნიმუში შექმნა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგალითად ეხლა წერ მუშაობ რაღაცაზე, მაგრამ ძალიან მიჭერს, იმიტომ რომ ეს რეალობა იმდენად მძაფრია და იმდენად წვავეა, რომ ძალიან რთულია ჩემთვის იმაზე გადართვა. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ახლა ამ ეპიცენტრში ჩვენ პირველ რიგში ყველა ხელოვანი როგორც მოქალაქე უნდა დავდგეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც ხრივ ალბათ თუნდაც იგივე წვდომა მეტ ადამიანზე როცა გაქვს, ეს ამ შემთხვევაში დიდი საჩუქარია, შეგიძლია ეს გამოიყენო რაღაცა პლატფორმად, რომ შენ გახდე ფაქტიურად რაღაცა ეს არ ვიცი რა დავარქვა, მეგაფონის ფუნქცია იკისრო, რომ მეტად გააჟღერო, თქვათ ის შენი სათქმელი ამ შემთხვევაში როგორც მოქალაქის, ჩემთვის მეორე პლანზეა, როგორც ხელოვანი. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთულია ამის დაყოფა ამ ორი რაღაცა არ შეიძლება მე წერდე ვთქვათ ისე როგორც წერ და მე ამ ის რაც დავწერე ამას ჩემი ცხოვრებით რაღაცნაირად არ ვადასტურებდე და არ ვახორციელებდე. მაშინ გამოდის, რომ მე სადღაც ვიტყუები. ამიტომ, თუმცა არსებობს ეგეთიც, არსებობენ ისეთი ხელოვანები, რომლებიც ვთქვათ ამბობენ, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან, თუმცა ესეც ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ მე არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავს აპოლიტიკური პოლიტიკა, არ არის ავტომატურად ის, რაც ვთქვათ საინფორმაციოში გვესმის და არ არის მიტინგი და არ არის დემონსტრაცია. პოლიტიკა ფაქტიურად ყველაფერი, ანუ საზოგადოები, როგორც კი არსებობს საზოგადოება, იქ არსებობს უკვე პოლიტიკა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან პირიქით სამაგალითონი ვართ ამ ეტაპზე და ეს არაერთხელ მსმენია ამ ბოლო პერიოდში. იქ ახლა თუ კონკრეტულად ვთქვათ ქართული დიასპორა ძალიან აქტიურია ბერლინში, ძალიან ბევრი დემონსტრაცია იმართება, თუ ამას გულისხმობთ. ზოგადად ძალიან მე მივესალმები და რაღაცნაირად ეს ითქვა ამ ბოლო თვეების მანძილზე ხშირად არ ვიცი ვინ თქვა პირველად, რომ ევროპის დედაქალაქი თბილისიაო და ნამდვილად მე მიმაჩნია, რომ ეს დაუღალავი, გაუჩერებელი მართლა რაღაცა ცხოვრება რო ჩაანაცვლა უკვე ისეთი სახის პროტესტი ნამდვილად სამაგალითოა და მე ვერ ვიხსენებ ბოლო დროს ესეთი რაღაცა, ვთქვათ, დასავლეთ ევროპაში მომხდარიყოს. თუმცა ბევრი საპროტესტო კერაა, ეხლა რასაც უყურებ მთელ მსოფლიოში, საერთოდ ძალიან რთული ვითარებაა ჩემი აზრით, მსოფლიო, ანუ გეოპოლიტიკურად თუ შევხედავთ, რომ ძალიან რაღაცა პარადიგმების ცვლილებების დროა, ძალიან ბევრი რაღაცა რაც იყო მოცემულობა, თითქოს უცბად გაქრა, ფასეულობების ჩამოშლის დროა და სერბეთიდან დაწყებული, თურქეთით დამთავრებული, ვიცით, რომ ძალიან ბევრი საპროტესტო კერაა და მიმდინარეობს, იმიტომ რომ ცვლილებების წყურვილიც ამოძრავთ ადამიანებს და მე რაღაცნაირად შინაგანად ველი, რომ იგივე ამერიკაშიც საპროტესტო ტალღა უფრო და უფრო იმატებს, იმიტომ რომ გარდაუვალია იმის ფონზე, რასაც მათი პრეზიდენტი აკეთებს. აქედან გამომდინარე, ძალიან მე ყოველთვის რაღაცა სიამაყით და მადლიერებითაც მევსება გული ამ ყოველფრის როცა ამ ყოველფერს უყურებ, ესე შორიდან, მეც იქ რამდენადაც შესაძლებელია ჩართული ვარ ამ ყოველფერში, ძალიან მიხარია რომ იქაც არის ეს, ყოველ შემთხვევაში ქართული დიასპორა, ანუ აღიქვავს, ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც აორგანიზებენ ამ დემონსტრაციებს, ასევე არის სოლიდარობის საღამოები იმართება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ცნობიერება ნამდვილად არის, რომ ჩვენ ასე თუ ისე ხვდებით, მე მგონი, რასთან გვაქვს საქმე და რაოდენ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით და ეს გზაჯვარედინი რაოდენ ცარისკო მომენტია, ვთქვათ, ისტორიულად. თუმცა არ ვიცი, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან რთულია ადამიანს მოთხოვა ეს, ანუ ყველა იღლება რაღაც მომენტში, ყველას რაღაცა სხვა პრობლემებიც აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ახლა აქ მას, ვისაც ცხოვრება აქვს ბუკვალურად გადადებული და ეს ძალიან დასაფასებელია. ევროპის მხრიდანაც ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, დახმარება და თანადგომა. მე რამდენადაც ხმა მიმიწვდება პრესასთან იქნება თუ თქვა
რაღაც სტატიებით, რასაც ვწერ, ყოველთვის ვაპელირებ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა ესე ცალკე პლანეტა, ჩვენც რაღაცა სოციუმის და ამ შემთხვევაში რაღაცა ფასეულობების, ვთქვათ, ნაწილი ვართ, ყოველ შემთხვევაში გვინდა ვიყოთ, ის ნაწილი, ვინც ახლა დღეს ქუჩაში დგას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა ცოტა მეტად გამოფხიზლდება, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ აი ცოტა ბიუროკრატიული რაღაც შენელებული პროცესებიდან უფრო სწრაფ რეაგირებაზე გადავა, იმიტომ რომ თვითონ სოფლიო ვითარებაა შეცვლილი და მათ უნდათ არ უნდათ დაეკისრათ ახლა ეს რაღაცნაირი ფუნქცია ამერიკის ხელიდან გამოცლით და მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას ითავებენ და სათანადოდ მიუდგებიან, იმიტომ რომ ეს მე არ მგონია ის რაც ახლა აქ ხდება და ამას სულ ვიმეორებ გერმანიაში ეს იყოს ლოკალური პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა და ეს რაღაცა ცუდ შედარებას გავაკეთებ ახლა, მაგრამ მართლა მეტასტაზებივით მიდის და მიდის. როგორც დავითის და გოლიათის ბრძოლას ალბათ და სამაგალითო პრინციპულობა გამოიჩინა ადამიანმა. არა მარტო მზიას მე ალბათ რაღაცნაირად კი მას ცოტა ესეთი სოლიტარული გამორჩეული პოზიცია უკავია, თუნდაც როგორც ჟურნალისტს და ქალს, მაგრამ სხვა პატიმრებიც უსამართლოდ დაპატიმრებული, აი რაღაცა ცირკად ქცეულ სასამართლოების მოწმენი რო ხდებიან და ეს კიდე უფრო რაღაცნაირად ამძაფრებს ამ უსამართლობის განცდას. ძალიან ესეც საამაყოა, თუმცა ბრჭყალებში ჩავსვა, იმიტომ რომ როგორც არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ კონტექსტში ამ სიტყვის გამოყენება და არ ვიცი ეს მისი უდრეკი პრინციპულობით მართლა რაღაც ძალიან დიდი მაგალითია, თუმცა სამწუხაროდ ეს ხელისუფლებას როგორც ჩანს, ანუ არანაირი გავლენა არ აქვს ამ ყველაფერს მათზე და არც ის დიდი სოლიდარობა არ იწვევს მათში, არც თანაგრძნობას, არც თუნდაც იმაზე არ აფიქრებს, რა აბსურდი რაღაცეები აქვს, თქვათ ბრალდებათ ამ ადამიანების წინააღმდეგ და რა დევს სასწორზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გასაგებიცაა ერთგვარად, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ცირკად არის თუ არ ვიცი აბსურდის რაღაც სპექტაკლად არის ქცეული მთელი ეს რაღაც სანახაობრივი პროცესები და ხანდახან მგონია რომ ეს პირიქით რაღაცა თითქოს უფრო რაღაცა სადისტურ სიამოვნებასაც გვით ეს ამ ადამიანებს ვინც ამას ესე წყვიტავს. არ ვიცი, რასაც უყურებ, რა ტემპებითაც ეს რეჟიმი ვითარდება ბრჭყალებში, აღარაფერს აღარ გამოვრიცხავ. თუმცა, რაც მე ძალიან დიდ იმედს მგვრის, არის ის, რომ ჯერჯერობით აქ როცა ვარ და შორიდანაც და ჩემს მეგობრებთან იქნება თუ თანამოაზრებთან საუბრისას, მე ვერ ვგრძნობ შიშს ჯერჯერობით. ეს ძალიან დიდი განსხვავება, თუნდაც რის გამო ჩვენ ჯერ არ ვართ და იმედია რომ არასოდეს არ გავხდებით ბელორუსი იქნება თუ რუსეთი. აი ეს შიშის ფაქტორი და ის რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ერთგვარ რაღაცნაირად იუმორს იქნება თუ აი რაღაც შინაგან თავისუფლებას, ეს ძალიან გადამწყვეტია. დაწყებული ტრანსპარენტებით და ძალიან ესეთი იუმორისტული ფრაზებით, რომლებიც ძალიან კრეატიულია. აი ამ პროტესტის კრეატიულობაც აღმაფრთოვანებს, იმიტომ რომ ყველგან სადაც სიცილია და სადაც შენ შეგიძლია ჯერ დასცინო ძალოვანებს და ხელისუფლებას იქ ესე იგი თავისუფლებაა ჯერ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვერ გუობს ალბათ რაღაცა დაცინვას არის თუ სიცილს ყველნაირ ძალაუფლება და მისი რაღაც დემასკირება ხდება. თუმცა მე მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც პირდაპირ სხეულზეც ბუკვალურად გადაიარა ამ ყველაფერმა და მე მესმის, რომ უკიდეგანო ტრამვად შეიძლება ეს ყველაფერი ადამიანს დარჩეს და შეეშინდეს კიდევაც და დაიძაბოს და თუნდაც პასუხისგებლობა აქვს თქვათ ოჯახზე, შვილზე, დედაზე და ასე შემდეგ. მაგრამ უმრავლესობა, რასაც ვხედავ, მაინც ჯერ ეს შიში, ამ შიშს მე არ ვგრძნობ და ვერ ვგრძნობ და ეს ძალიან ძალიან დიდი ძალაა, რომელსაც იმედია რომ არ დავკარგავთ. მე საერთოდ ზოგადად ვცდილობ, რომ ყველა პერსონაჟი იყოს ამბივალენტური, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ეგეთია, არსებობს შავი, თეთრი, კარგი, ბოროტი და ასე შემდეგ.
კი არსებობს რა თქმა უნდა მეტნაკლებად ვთქვათ ცუდის გამკეთებელი და უფრო დადებითი. კოსტიას პერსონაჟი არის ჩემთვის ძალიან ტიპიური პროდუქტი იმ ეპოქის და დროის. რის გამოც შეიძლება ეს პერსონაჟი დაიცვა არის ის, რომ განსხვავებით ვთქვათ თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისა, მას იდეოლოგია და იდეა მოძრავებდა, რწმენა. რამდენადაც არ შეიძლება რომ ჩემთვის აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზრი მქონდეს ამ იდეოლოგიაზე და იდეაზე, მე მას უფრო პატივს ვცემ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც ოპორტუნისტულად იქცევიან, ანუ კონფორმისტებს და რაც ვთქვათ დღეს, რასაც ვეჩეხებით, სადაც მე მგონია, რომ არანაირი იდეა არ დგას ამის უკან, არაფრის რწმენა, ეს არის ცალსახად უბრალოდ პირადი ინტერესები, მოგება, ფული და ასე შემდეგ. და ეს შიშველი ძალაუფლება. კოსტიას შემთხვევაში მას წამდა და ჯეროდა იმ სისტემის, ჯეროდა სოციალიზმის და ის მას ემსახურებოდა პირნათლად. ეს რო რა თქმა უნდა ბოროტი იდეოლოგია იყო და ეს იყო მანიპულაციაზე, ძალადობაზე, ადამიანის შაგვრაზე, უფლებების დარღვევაზე დამყარებული რეჟიმი, ამას ცხოვრების ბოლოს რაღაცნაირად ეჩეხება. თუმცა მისი მეგობარი გიორგი ალანიასგან განსხვავებით ამას არ აღიარებს ბოლომდე. იმიტომ რომ ძალიან ძნელია ალბათ აღიარო, რომ მთელი შენი ცხოვრება ფუჭად განვლე და ემსახურე რაღაცას, რაც ასეოდენ სასტიკი და ბოროტი აღმოჩნდა. ეგეც ადამიანურია და მესმის. არა, უკვე ნეიტრალური მხარისთვის ძალიან გვიანაა. მათ უკვე გამოავლინეს პოზიციაც, ინტერესიც. მე უბრალოდ მგონია, რომ ვთქვათ, მათი ხელმწიფის მიღმა ყველა ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარშემომყოფი, ანუ ახლო წრე, ესე ვიტყოდი. მე ვერ ვხედავ ამ ადამიანებში რაღაცა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას. ეს არის რაღაცა პირადი თუ პერსონის კულტი, რომელიც უკვე პათოლოგიაა ჩემი აზრით, უკვე ვერ იქნება ჯანსაღი. ან არის პირადი ინტერესები და დამოკიდებულება. მე არ ვიცი რამ გამოიწვია კურსის ასე რადიკალურად შეცვლა, თუმცა დღესაც არ აღიარებენ და ეს კიდე უფრო კომიკურს ხდის ამ სიტუაციას, ანუ დღესაც უცხო ძალებს ხმარობთ და არ ვამბობ თქვათ რუსეთს, მაგრამ აბსოლუტურად შეცვლილია ნარატივი, უკვე ისტორიის გადაწერა ხდება, აგერ უკვე ეს კომისიაც დაინიშნა, რომელიც საქართველოს დებს ბრალს ომის დაწყებაში 2008 წლის და უკვე რაღაც მართლა აბსურდშია გადასული, მაგრამ ამ ყველაფრის უკან რა ხდება, ამის დაფიქსირება არ მიდის. გარშემო, რასაც უყურებ, თქვათ, პარლამენტარები იქნებიან თუ ოცნების წევრები, უმეტესი ადამიანი არის ჩემთვის რაღაცა კონფორმიზმის განხორციელება და რაღაც განცხეულება, ოპორტუნიზმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვათ ივანიშვილმა რო შეცვალოს მიმართულება და ხვალ არ ვიცი, მე რადიკალური მემარცხენეობა გამოაცხადოს, ესენიც გაყვებიან. ეს იმიტოა, რომ თქვათ რაღაცა მართლა ეს კულტის გამოხდება ეს თუ პირადი რაღაცა დამოკიდებულებები არსებობს, ეს არც მაინტერესებს, არ არის ეს გადამწყვეტი. ნუ ფაქტია, რომ ეს კიდე უფრო ხდის და უმართავს სიტუაციას, იმიტომ რომ ესეთი, როდესაც ჩვენ ზუსტად იცი ვისთან გაქვს საქმე, ყერი იქნება ეს თუ მოყვასი და იცი იმ ადამიანის ინტერესი, მაშინ შენ შეგიძლია რაღაცა უკვე იცი როგორ უნდა მართო სიტუაცია, რა ხერხებით იბრძოლო, მაგრამ როდესაც ერთს გეუნებიან და მეორეს აკეთებენ, როდესაც ტყუილს გისაღებენ სიმართლეთ, როდესაც აბსოლუტური ეს დაბნეულობას იწვევენ, როდესაც აბაომი გინდათი გაშინებენ და ეს манипуляციები მიდის და ფაქტების უკან, ანუ ეს deep state და შეთქმულების თეორიებს იწყებენ, გადააქვთ ყურადღება, რასაც აი whataboutism-ს, რასაც ეძახიან, ეს ხდება დღეს, ეს უფრო ანუ უმართავს ხდის პროცესებს, იმიტომ რომ შენ არ იცი ვისთან და რასთან გაქვს საქმე. თუმცა საბედნიეროდ ჩვენი ძალიან მტკივნეული გამოცდილებებიდან საკმაოდ დროზე ვირეაგირეთ და მივხვდით და ეს ყველაფერი ეს დემასკირება დაიწყო არა მარტო რუსული აგენტების კანონით, არამედ უკვე დაიწყო ფაქტიურად უკრაინის ომის დაწყებით, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი ფაქტიურად უკრაინას და ამით უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ვის მხარეს ვირჩევთ, ანუ ირჩევენ და მან მოხდა პირველი გახლეჩვა. ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ ჩემი აზრით ლოგიკური გადმოსახედიდან საკუთარი თავის წინააღმდეგ. ანუ აბსოლუტურად მაგალითად ეს ანწუხელიძის თემის წამოწევა არანაირად არ შეიძლება ეს ვთქვათ მათ გამოადგენ.
ანუ აკეთებენ ძალიან ბევრ რაღაცას, რაც კიდევ უფრო მეტ პროტესტს, კიდევ უფრო მეტ ბრას, კიდევ უფრო მეტ რაღაც აღშფოთებას გამოიწვევს, მაგრამ ესეც შეიძლება ამ რაღაცა კალკულაციის ნაწილი იყოს. მუშაობ ახალ რომანზე, როგორც ვახსენე, ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ რეალობა ძალიან დიდი დოზით იჭრება შემოქმედებით პროცესში და მაფერხებს, თუმცა მაინც მეტგრად ვაგრძელებ. უბრალოდ ცოტა მეტი დრო მჭირდება, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივ რეჟიმში დამჭირდებოდა. ისიც ნაწილობრივ ეხება საქართველოს და მიგრაციის თემას, რომელსაც ძალიან დიდი ხანია შორიდან ვუტრიალებ, რომელიც ნაწილობრივ მეც მეხება. მიგრაციის ოღონდ ძალიან სხვადასხვა შრის და ფენის და კუთხის გაშუქებით, ანუ ეს არ არის რაღაცა მარტო ცალსახაჭრილი, სხვადასხვა დროში ხდება მოქმედება და წინასწარ არ მიყვარს ხოლმე დაუსრულებელ პროცესზე საუბარი, მაგრამ ხო, ძალიან ბევრს ვკითხულობ ამ მიმართულებით და ასევე მიწევს ნაწილობრივ ისტორიასთან გადაკვეთა. და საინტერესო პროცესია უბრალოდ, როგორც თქვი, მე ყოველთვის რაღაც დისტანცია მჭირდება რეალობისგან, იმისთვის რომ კარგად ვიმუშაო და ეს ეხლა ამ ვითარებაში რა თქმა უნდა ცოტა რთულია. ლიტერატურა ყოველთვის არის რაღაცა, რაც უკვე ტრანსფორმირებული, ანუ რაღაცა გაფილტრულია, რაღაცაში გავლილია, საცერის ფუნქცია, უკვე რაღაცას აქვს ნაკისრები და შენ როგორც ამ შემთხვევაში მწერალს გაქვს ნაფიქრი რაღაცა პოზიცია უკვე დაფიქსირებული, იმიტომ რომ ეხლა მეც პირველ რიგში ეხლა მე ამ ყველაფერს რო ავხწერო, მე ამას გავაკეთებ როგორც მოქალაქე და არა როგორც მწერალი.